აპირებთ გააქტიუროთ საქართველოს თემა. რა გაქვთ სათქმელი მსოფლიოსთვის? რა უნდა დაარქვათ იმ წყობას, რაც ახლა დღეს ჩვენს ქვეყანაშია? რა ქვია ჩვენ სახელმწიფოს საქართველოს დღეს? მოგესალმებით. სამწუხაროდ კი რეალობა ესეთი არის 2 დღის განმავლობაში ამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორუმზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება რიგაში. საქართველოს ხსენება არ ყოფილა საერთოდ არავის არ გახსენებია, არ უხსენებია, არაფერი არ უთქვამს. არც როდესაც ნატოზე საუბრობდნენ, არც როდესაც ევროკავშირზე საუბრობდნენ, არც როდესაც პოტენციურ გაფართოებაზე ამ ორგანიზაციების, არც მაშინ როდესაც რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდნენ. რა არ გაიხსენეს სირია, რუსეთი ყველგან, სადაც ჩაერია, სადაც იბრძვის, სადაც ადამიანები დახოცა, სადაც სისხლი დაღვარა. საქართველოს არავის არ გახსენებია. ძალიან სამწუხარო რეალობაში ვართ. ამიტომ ჩვენი ამოცანა რა თქმა უნდა არის ის ვაკეთოთ ის საქმეც, რასაც უნდა აკეთებდეს ნებისმიერი ქვეყნის ოდნავ მაინც საკუთარი თავის პატივისმცემელი ხელისუფლება. ვიბრძოლოთ საქართველოს შენარჩუნებისთვის საერთაშორისო დღის წესრიგში, საერთაშორისო დღის წესრიგში ყველა დონეზე, ყველა ქვეყანაში, ყველა ორგანიზაციაში, ყველა ისეთ ყველა იმ ადგილზე, სადაც დემოკრატიული სახელმწიფოები იკრიბებიან და დემოკრატიული ოჯახები არსებობს. ჩემი სათქმელი ეს არის ძირითადად, ეს არის ჩემი გზავნილი ყველა ფორუმზე, რომელზეც დავდივარ. საქართველოს სამწუხაროდ იმ რეალობას, რომელიც არ მინდა ამას საქართველოს დავარქვა, იმიტომ რომ საქართველოს არ არის, მაგრამ იმ რეალობას, რომელიც ქართულმა ოცნებამ შექმნა, დემოკრატიულ სამყაროს სახელი ქვია აქ, არ ვერაფერს სიახლეს ჩვენ ვერ შემოვიდანთ, რომ ავტორიტარიზმის გამყარება მიმდინარეობს, რომელიც ბატონ ივანიშვილს სავარაუდოდ ძალიან მალე დიქტატურაში გადაზრდილად წარმოუდგენია, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება. ეს ამაზე დრო აღარ უნდა დავხარჯოთ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ იმ შესაძლებლობებს არ ავცდეთ და ივანიშვილმა ვერ მოახერხოს ქვეყანას ისეთი ზიანი მიაყენოს, რომელიც შეუქცევადი იქნება მრავალი თავის. თქვენ ოპოზიციამ როგორ უნდა მოახერხოთ ეს ქალბატონთინა, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რა ფაზაშია გადასული ახლა სახელმწიფო მანქანა და მინდა შეგაფასებინოთ ირაკლი კობახიძის ნათქვამი ნულოვანი თანაგრძნობა. მესმის რომ ის სიტყვა ტოლერანტობას ვეღარ გამოიყენებდა, რაღაც ირიბი სინონიმი გამოიყენა ნინო შობლაძესთან ინტერვიუში, მაგრამ თქვენ ამაზე დარწმუნებული ვართ, თქვენი შეფასება გაქვთ. სად წაგვიყვანა ახლა ხელისუფლებამ თავისი ტერორით და რეპრესიებით? კი, მადლობა ამ კითხვისთვის. ეს თემა ეს წამში დაუბრუნდები, უბრალოდ საერთოდ თქვენი ოპოზიცია არა ვარ. არავითარი პოლიტიკური ამოცანა და დღის წესრიგი არა მაქვს, პოლიტიკურ პარტიული. პოლიტიკურ პარტიული დღის წესრიგი ამოცანა არა მაქვს, მაგრამ თქო პოლიტიკური ამოცანები მაქვს, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ჩვენი ქვეყნის გადარჩენას შეეხება, ეს არის პოლიტიკის ნაწილი. და ძალიან დიდ შეცდომას უშევს ყველა ის ადამიანი, რომელიც ქუჩაში დღას უკვე 300 დღეზე მეტია და გონია, რომ პოლიტიკას არ აკეთებს. დიახ, ეს ხალხი აკეთებს პოლიტიკას, იმიტომ რომ ქვეყნის გადარჩენა ეს არის პოლიტიკა. ზუსტად ეს არის პოლიტიკა და რა ის მარაზმი, რომელსაც ქართული ოცნება გვთავაზობს და რომელსაც პოლიტიკას ეძახის, ამ პოლიტიკურ ცხოვრებას ეძახის, რომლის რეალურად გაქრობა უნდა საერთოდ აღგმა უნდა საქართველოს. მაგრამ ეს საკითხი, რომელიც თქვენ ახსენეთ, არის ჩემი აზრით ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. აი უამრავ უბედურებას შორის, რომელიც გვჭირს და რომელიც დაგმართა ქართულმა ოცნებამ, ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ეს დღეს არ დაწყებულა, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გამოვლინება ამისი ვნახეთ ზაზა საჩათერიშვილის იმ ცნობილი გამოსვლით, როდესაც საუბრობდა იმაზე, რომ ქვეყანა უნდა დატოვონ და რა თქმა უნდა გავაძევოთ საქართველოსთან ყველა ის ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ და რომელმაც ქართულ ახალგაზრდებზე ჯენზიზე ილაპარაკა საოცარი ზიზღით. ყველაზე ამაზრზენი იყო არა ფრაზეოლოგია, არა სიტყვები, რომელიც დაწერილს რო წაიკითხავ, შეიძლება ისეთი რაღაც კატასტროფა არ იყოს. არამედ ტონალობა, განწყობა, დამოკიდებულება, რომელიც ამ საუბრიდან მოდიოდა, ეს რაღაცა საოცარი ზიზღი იყო ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ქუჩაშია გამოსული და რომელსაც არ მოსწონს ის უბედურება, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაგმართა. და ის რაც შემდეგ კობახიძემ თქვა, იყო ზუსტად აი ამ საუბრების გაგრძელება. არავითარი ნულოვანი ტოლერანტობა აღარ ახსენა, არ არის აქ ადეკვატური. არავითარ ნულოვან ტოლერანტობაზე ის არ ლაპარაკობდა, ზუსტად იმაზე ლაპარაკობდა, რაზეც ლაპარაკობდა. ზუსტად ის უნდა და ეთქვა, რაც თქვა. მან თქვა, რომ მას არ აქვს თანაგრძნობა, მან ეს რამდენჯერმე გაიმეორა უკვე, დღეს კიდევ უბრძანებია, მე არ მინახავს, მაგრამ Facebook-ზე ვნახე რამდენიმე ადამიანი წერდა ამის შესახებ, დღეს კიდევ ერთხელ გაუმეორებია ეს. მას სრულიად შეგდებულად ზუსტად ეს სიტყვა იხმარა და ეს სიტყვა გამოიყენა, რომ თანაგრძნობა უნდა გაქრეს, იმიტომ რომ ეს არის გაგრძელება იმ ხაზის. რა შეიძლება მოყვეს ამ განულებას, ამ ground zero-ს, რა შეიძლება მოყვეს?
ხო, მათი ამოცანა არის კიდევ ერთხელ დაუბრუნდები იმას, არის ზუსტად ის, რასაც ლაპარაკობდა შათირიშვილი. ივანიშვილი გახსნის ყველა კარს, გახსნის საზღვარს, გახსნის ფანჯრებს, პრობლემას არ შეუქმნის არავის, ვინც ქვეყნიდან წასვლას გადაწყვეტს. ამასთან ექნება სრული ტოლერანტობა და სრული მიმღებლობა. მაგრამ თუ ქვეყანაში და ყველა ვინც ქვეყანაში დარჩება და იქნება ბრძოლისთვის განწყობილი, მათ მიმართ ექნება ნულოვანი ყველაფერი, ნულოვანი ემოცია, ნულოვანი სტანდარტი მათ შორის, დიახ, ნულოვანი სამართლებრივი სტანდარტი, ნულოვანი სასამართლო, ნულოვანი კანონი, საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა კანონებს მიიღებენ სულს კარგს, უკვე ამაზე ლაპარაკმაც კი აზრი დაკარგა, რომ ვისაუბროთ იმაზე, როგორ გააფუჭეს კანონი. რა მნიშვნელობა კანონში რა წერია, როდესაც დარბაზში ზის მანტია ჩაცმული შემსრულებელი, რომელიც მზად არის აბსოლუტურად ყველაფერზე ხელი მოაწეროს, რასაც მიუტანენ და მაგიდაზე დაუდებენ. ამიტომ მათი ამოცანა საბოლოო ჯამში არის საუკეთესოდ გადმოცემული ზაზა შათირიშვილის იმ ინტერვიუში და მე რომ მედია საშუალება ვიყო და მედია საშუალება მქონდეს ყველა საინფორმაციო გამოშვებას აი იმ პატარა კლიპით დავიწყებდი ზაზა შათირიშვილის იმ სიტყვებით. ბევრი ადამიანი წერდა რომ არ მინდა დავაშიარო, იმიტომ რომ გავამრავლო, პირიქით უნდა გავამრავლოთ, უნდა დავაშიაროთ. ყველამ უნდა ნახოს, ვისაც არ უნახავს, ყველამ უნდა ნახოს და მოისმინოს, როგორია ქართველი დუგინის პოზიცია, რომელიც 24 საათი ზის მიძინა ივანიშვილთან და ამით იყვებავს. ან ერთმანეთს ყვება. რა მნიშვნელობა აქვს საბოლოო ჯამში პოლიტიკა თუ კი რამეს შეიძლება პოლიტიკა დავარქვათ საქართველოში რომელიც დღეს ქართულ ოცნებას აქვს აი ეს არის მათი პოლიტიკა საერთოდ გააქრონ ქვეყანაში ჯანსაღი აზრი გააქრონ აზროვნება მე დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი რომ ივანიშვილის თავარი მიღწევა ის არის რომ პოლიტიკა გააქრო ქვეყანაში მიღწევადია ეს იმ საზოგადოებაში რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ 21 საუკუნის საინფორმაციო ეპოქაში ხო, იმედი მაქვს რომ არა, მაგრამ იცით რა, არ მინდა იმ ადამიანებს დავამსგავსოთ, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არ მოხდება, რაღაც მოხდება, ციდან მანანაგად მოგვეღრება, ხო? ყველაფერი მიღწევადია, თუ ჩვენ გავჩერდებით, თუ ამას დავემორჩილებით, თუ ხელებს ჩამოვყრით და ვიტყვით, რომ ნუ მაინც არაფერი არ გამოდის. ამიტომ მე არ მგონია, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა საუკუნეში ვცხოვრობთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ინტერნეტი და ხელოვნური ინტელექტი საუკუნეში ვცხოვრობთ ეს იყოს შეღავათი და ეს იყოს პირობა იმისი ცხოვრობს ბელარუსიც და აკეთებს იმას რასაც საქართველოში ხო და ისინიც ქართული ოცნებაც ამავე საუკუნეში ცხოვრობს ხო ამიტომ ეს ძალიან სახიფათო ფაზაში ვართ და ნამდვილად უნდა ვიბრძოლოთ. არაფერი არ მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა განსხვავებული პირობებია ახლა ვიდრე იყო 37 წელს. ამის გამო არაფერი არ მოხდება. მხოლოდ ბრძოლით ჩეჩნეთიზაცია არ უნდა დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში და ეს ახლა თავისუფალ საზოგადოებაზეა დამოკიდებული და ალბათ ის რომ თქვენ ახლა ევროპაში ხართ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სიგნალი რომ ევროპამაც არ უნდა მიგვატოვოს და საქართველოსი გადახლა არ უნდა იყოს. ზუსტად ეს არის ჩემი ამოცანა, ამიტომ დავდივარ ყველგან და უკვე რა ვიცი მომეშალა ყველაფერი ჯანმრთელობა ნერვები ამდენი ფრენისგან, მაგრამ რაღაცა ჩემთვის მე ეს განვისაზღვრე რომ ყველგან გიჟიქალივით ვიარო და ვიწახო და ვიყვირო საქართველოს არ დაგავიწყდეთ იქ ხალხი იბრძვის რომელსაც ჭირდება გვერდში დგომა ხარდაჭერა და არ უნდა მივცეთ წარმატება თქვენ ამ ბრძოლაში და საშუალება რომ დაგვამარცხოს ამ ბრძოლაში ყველა ერთ ამ იდეასა და ბრძოლაში წარმატება მინდა გისურვოთ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მადლობა თინა ხიდაშელ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს